ვიღაც მაინც მოვდივარ ყოველდღე სამსახურში და მემსახურებით მოსახლეობას, იმიტომ რომ ძირითადად დაბადებულები და გაზრდილები აქ და აღარ სტაციონარს აღარ ფინანსებს არქიმედე, აფინანსებს მხოლოდ 24 საათიან გადაუდებელ შემთხვევას. არის ზოგჯერ ისეთი კრიტიკული მომენტი, რომ რამოდენიმე საათში დიაგნოზს ვერ სვავს. შეიძლება ის პაციენტი მე გაუშვეს სამში, უკან მომიწყდა და ძალიან სუდად. სუდად დამთავრდეს ეს ყველაფერი, გამიგეთ? ანუ 3 დღე პაციენტის გაჩერების საშუალება არ აქვს. რითი დღე ყოველდღე 4 დღე კატასტროფა გადის რაიონში. ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ ნამდვილად. პრობლემა გვაქვს იმასთან, რომ დროულად არ გაიცემა ხელფასები, არ აქვს შრომის ნორმალური პირობები, არ აქვს აღჭურვილი ნორმალური კაბინეტები, პაციენტებისთვის მიუღებელი სიტუაცია არის მისაღებად. და გვინდა რომ ის ყველაფერი მოწესრიგდეს და განსაკუთრებით ხდება ის თვიურად დროულად მოგვეცეს ხელფასი. მოწყობილობასთან მქონდა ჩვენ შეხვედრაც მქონდა ჩვენ პრობლემების შესახებ უთხარით და დაპირებებიც იყო იმის შესახებ რომ ხელფასის გაიცემა და გარემონტდება კიდევაც და მოწესრიგდება დაწესებულება, მაგრამ ეგ არ